მოგესალმებით. დღეს ჩვენ ქალბატონი ნინო გაგვაცნობს ვაიდენგის მიმართულებით. გვაქვს საინტერესო საკითხები. აქვე მე ორი სიტყვით ზოგად ინფორმაციას გაგაცნობთ ჩვენი ოფისის შესაძლებლობის შესახებ. ასევე ქალბატონი ნინოს მოგებული ერთი პროექტის შესახებ მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ. შეიძლება ბევრმა უკვე იცით ამის შესახებ, მაგრამ მაინც გჭირდება უფრო მეტი აქტიურობა. ესე იგი ქალბატონი ნინოს გამარჯვებული პროექტის მეშვეობით უფასოდ შეგვიძლია ბროკერიჯ ივენთებზე ხალხის გაგზავნა. თქვენი თემატიკის გარშემო სუცხადდება ამ ივენთების შესაძლებლობები და ჩვენ ამას ყველასთვის Facebook გვერდზე და LinkedIn-ზე ვათავსებთ. ასე რომ ჩვენ Facebook გვერდს ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ რომ ყველანაირი სიახლე ჩვენ ოფისში როგორც კი შემოდის, პირველ რიგში იდება Facebook გვერდზე თავისი განმარტებებით, ლინკებით, გადასასვლელი გმულებით და დამატებითი ინფორმაცია თუ დაგჭირდებათ, უკვე შეგიძლიათ ოფისში ან მობრძანდეთ, ან დაგვიკავშირდეთ და ამის შესახებ შემდეგ უკვე დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით. სხვა შემთხვევაში გთხოვთ რომ დაგვიმეგობრდეთ Facebook-ზე, რომ ეს ავტომატურ რეჟიმში მოდიოდეს და მეილები უფრო არ ამართლებს რა ძალიან ბევრი მეილი ჩვენც ვაგზავნით მეილებს, მაგრამ ჯობია ხოლმე რომ Facebook-იდან უფრო მეტ ინფორმაციას აკრიფავთ, უფრო ტექნიკურად და უფრო მალე. ასე რომ შემოთავაზებები გვაქვს ტრეინინგების შემოთავაზებები, გვაქვს ბროკერიჯ ივენთებიც, ვატარებთ ხელოვნური ინტელექტით ტრეინინგებს საქართველოში 2-ს გეგმავთ ესეც წელს და ასე რომ ყურადღებით თუ იქნებით, შეგეძლებათ ჩვენ ამ ასე რომ ვთქვათ ივენთებში ჩართვა და მონაწილეობის მიღება და ეს დაგეხმარებათ შემდეგ აუცილებლად თქვენი პროექტების წერაში, ფორმირებაში და პარტნიორების ძებნაში. ასე რომ დიდი მადლობა მონაწილეობისთვის, მადლობა ამ დროისთვის, ქალბატონი ნინო, გთხოვთ ავიწყოთ თქვენი პრეზენტაცია. დიდი მადლობა ბატონო ლევან წარდგენისთვის, დიდი მადლობა დღევანდელი საინფორმაციო დღის გახსნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იწერება და ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა, რომ თქვენთვის სასურველ დროს კვლავ მოგვისმინოთ. დღეს მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ვაიდენინგის 2025 წლის სამუშაო პროგრამაში ის კონკურსები, რომელსაც ვაიდენინგის ნაწილში გვთავაზობს. ორი სიტყვით მე დამჭირდება, რომ გავაკეთო პატარა შესავალი. უკაცრავად, რაღაც პატარა ტექნიკური ხედავთ ახლა ჩემს გაზიარებულ ლინკს, ჩვენს გაზიარებულ პრეზენტაციას. დიდი მადლობა, ჩემთან რაღაც დაპაუზდა და მადლობა. ეს არის ჩვენი პროგრამა, ჰორიზონტი ევროპას პროგრამა. ერთადერთი ჰორიზონტალური სვეტია და ეს არის ვაიდერას ჰორიზონტალური სვეტი, რომელიც მოიცავს თავის ორ ნაწილს მოიცავს. ერთი არის ვაიდენინგი, სწორედ ის, რომელზეც დღეს გავაკეთებთ აქცენტს და მეორე არის ერა. ორივეს თავისი კონკურსები აქვს ერას ნაწილზე, საინფორმაციო დღეს კიდევ შემოგთავაზებთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაიდენინგზე. მთლიანი პროგრამისთვის ძალიან ცუდად გადადის, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პრაქტიკულად არ მუშაობს გადასვლა ჩემთან კი ბატონო. მოკლე შესავალი მინდა გავაკეთო ვაიდერასთვის, იმიტომ რომ მთლიანი პროგრამისთვის, რომელიც ვაიდენინგს და ერას აერთიანებს, რადგან ეს არის გამჭოლი ორივე ნაწილისთვის, როგორც ვაიდენინგისთვის, ისე ერასთვის. ის შექმნილია, პროგრამა შექმნილია მთლიანად ჰორიზონტი ევროპას არსებითი სტრატეგიული ორიენტაციების მხარდასაჭერად, რომელიც გადმოცემულია 25-26
2027 წლების სტრატეგიულ გეგმაში. ეს არის ევროპული კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობების გაძლიერებით, გლობალური გამოწვევების მოგვარება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ასევე სინერგიები და ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ არის ეს სინერგიები, როგორც ეროვნულ, რეგიონულ და სხვა ევროპულ პროგრამებთან სინერგია. ჩვენ ეს სიტყვა შეგვხვდება რამდენიმე კონკურსში და ამიტომ ვაკეთებ თავიდანვე აქცენტს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გამსაზღვრელი არის კვლევისა და ინოვაციის პაქტი და მისი 4 პრიორიტეტი. პირველი მოქმედი შიდა ცოდნის ბაზრის გაღრმავება, მეორე მწვანე ტრანზიციის, ციფრული ტრანსფორმაციის და საზოგადოებაზე ზემოქმედების მქონე სხვა გამოწვევების გაერთიანება და ერაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა. ერაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა პრაქტიკულად ყველა კონკურსში მეორდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე პრიორიტეტი კვლევისა და ინოვაციის ბრწყინვალე გამოცდილებაზე წვდომისა და ინოვაციურ ეკოსისტემებს შორის ურთიერთკავშირის გაძლიერება მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მეოთხე მიზანმიმართული კვლევისა და ინოვაციის ინვესტიციებისა და რეფორმების განვითარება. ყველა კონკურსი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, სხვადასხვანაირად აკეთებს აქცენტს ამ 4 პრიორიტეტზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტები თვალთახედვის არეში გქონდეს. რაც შეეხება თვითონ კვლევისა და ინოვაციის პაქტს, ეს არის 2021 წლის პაქტი და ის აჩვენებს წევრი სახელმწიფოების ერთგულებას და ჩართულობას ერაში. ის ასევე ასახავს იმ ღირებულებებს, იმ ქმედებებს, რომელიც საფუძვლად უდევს ან უნდა ედოთ კვლევასა და ინოვაციას როგორც ევროკავშირში, ისე ევროკავშირის თანამშრომლობის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან. პირველ გადავიდეთ ვაიდენინგის ნაწილზე, ამასაც აქვს თავისი პროგრამაში თავისი ნარატიული ნაწილი და ის გვეუბნება, რომ ეს ყველა კონკურსი, პრაქტიკულად ყველა კონკურსი არის bottom-up პრინციპზე, თუმცა გვთავაზობენ, ან მოგვიწოდებენ, რომ გავითვალისწინოთ 2024 წლის ივლისში გამოქვეყნებული ევროკომისიის პოლიტიკური სახელმძღვანელო პრინციპების მთავარი ასპექტები, მაგალითად სუფთა ინდუსტრიული გარიგება, ენერგეტიკული გაერთიანება, ციფრული ტექნოლოგიების გავრცელება, ხელოვნური ინტელექტი, ევროპული სიცოცხლის მეცნიერების სამომავლო სტრატეგია და ასე შემდეგ. ამ ნაწილში ნაკლებად განვითარებული ქვეყნები იქნებიან კოორდინატორების როლში, ანუ ეს არის ვაიდენინგის, ანუ გაფართოების მიმართულების არსი და აქ ამ ქვეყნებში ჩამოთვლილია მაგალითად ბულგარეთი, ესტონეთი, საბერძნეთი და მათ შორის საქართველო. ანუ ჩვენ ვაიდენინგის ნაწილში ვართ კოორდინატორები და ეს არის, ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ვაიდენინგის ქვეყნები, ანუ გაფართოების ქვეყნები, ისინი ერთიანდებიან და ჯგუფდებიან ერთ ჯგუფში იმ ნიშნით, რომ კვლევისა და ინოვაციის ნაწილში გვაქვს შედარებით ნაკლებად განვითარებული გვაქვს ეს სფერო და ვაიდენინგი შექმნილია სწორედ ამ ქვეყნების დასახმარებლად, რომ მათ თავიანთი კვლევა და ინოვაცია უფრო მაღალ დონეზე განავითარონ. ჩვენ ხედავთ ამ ჩამონათვალში როგორც წევრ ქვეყნებს, ისე ასოცირებულ ქვეყნებს, რადგანაც ეს ჯგუფი სწორედ კვლევისა და ინოვაციის დონით განისაზღვრება და არა სხვა რაიმეთი. წელს, ანუ წლევანდელ პროგრამას 2025 წლის პროგრამის ვაიდენინგის ნაწილს აქვს მხოლოდ ერთი დესტინაცია, ერთი მიზანი, ეს არის ბრწყინვალებაზე წვდომის გაძლიერება და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა კონკურსის მიზანი იქნება, ზოგადი მიზანი იქნება ეს, ხოლო როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ეს, როგორ მივიდეთ ამ მიზნამდე, კონკურსიდან კონკურსამდე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სქემა. წელს გვაქვს 5 კონკურსი და 5-ვეს გააჩნია სხვადასხვა სქემა და აი სწორედ ამაში უნდა გავერკვიოთ ახლა.
ერთ-ერთი პირველი, რომელსაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, ეს არის ჰოპონის კონკურსი და მე მგონი სწორად მესმის, რომ საქართველოში დღესდღეობით ამ კონკურსის ცნობადობა არის საკმაოდ მაღალი და მიხარია ამ კონკურსის ნახვა ჩვენს 2025-ის პროგრამაში. ამ სქემის მიზანი არის ინკლუზიურობის გაუმჯობესება, გაფართოების ქვეყნებიდან მეტი კვლევითი ინსტიტუციების ჩართვის გზით და ეს ინკლუზიურობის გაზრდა არის ერთ-ერთი ამბიცია ვაიდენინგის, რომ ის იქნება უფრო მეტად ინკლუზიური წელს და ეს ჩართვა ეხება ჰორიზონტი ევროპას მეორე სვეტს და EIC Pathfinders და მათ პროექტებში ჩართვას. ამ სქემაზე უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ. ეხლა ზოგიერთი დეტალი მნიშვნელოვანი კონკურსი გამოცხადებულია 15 მაისს გაიხსნა ეს კონკურსი. დედლაინია 4 სექტემბერი 2025 წლის. ამ პროგრამაში 40 მილიონია გამოყოფილი ჰოპონისთვის და თითოეული პროექტისთვის 200.000-დან 600.000-მდე თანხა. სულ 80 პროექტი უნდა დაფინანსდეს და მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ პროექტის ტიპი ჰოპონისთვის არის კვლევა და ინოვაცია და ეხლა რატომ მინდა ამაზე გავაკეთო აქცენტი. ძირითადად ვაიდენინგის კონკურსები არის უფრო კოორდინაციისა და მხარდაჭერის ტიპის კონკურსები, თუმცა ჩვენ ვხედავთ აქ, რომ ეს არის კვლევა და ინოვაცია. რატომ? რადგანაც ძალიან მოკლედ ვიტყვი და მე კიდევ უფრო ჩავუღრმავდები ამას, რადგანაც ვაიდენინგის სქემა ჰოპონის ნაწილში გვთავაზობს უკვე დაფინანსებულ კვლევით და ინოვაციურ პროექტებში ჩართვას. მოდით შევხედოთ აი ამ ისევ ჩვენს ჰორიზონტი ევროპას პროგრამას. მე შემოხაზული მაქვს ის ნაწილი, რომელში ჩართვასაც გვთავაზობს ვაიდენინგი ჰოპონის სქემით. ეს არის მეორე სვეტი და მესამე სვეტის ნაწილი. მისი ეს ჰორიზონტალური მდგომარეობა აი ესე იძლევა საშუალებას, რომ ამ ვერტიკალურ სვეტებში ვიყოთ ჩართულები და ეს სვეტი, მეორე სვეტი, მაგალითად, იცით, რომ ძირითადად კვლევითი პროექტებისთვის არის, მოიცავს მრავალ კლასტერს, უამრავ თემატიკას და რთულია ადამიანმა ვერ აღმოაჩინოს თავისი თემები ამ კლასტერებში, რომელსაც ეხლა ჩვენ ვხედავთ. კონკურსის არსი არის ის, რომ ვაიდენინგის ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული პირი ერთვება უკვე დაფინანსებულ პროექტში. და რეალურად ეს დიდი ამბიცია და განაცხადი, რომ ჩვენ ვაიდენინგი გვეხმარება იმაში, რომ კვლევა და ინოვაცია გავაუმჯობესოთ, ამ სქემაში ასე მუშაობს. დაბალი მაჩვენებლის ქვეყნები კვლევასა და ინოვაციაში შესაძლებლობა ეძლევათ მათ, რომ უკვე დაფინანსებულ პროექტებს მიუერთდნენ. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მრავალი დრაფტი ჰქონდა ჩვენ პროგრამული კომიტეტის მუშაობის განმავლობაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა აი ამ რედაქციით, რომელსაც ეხლა თქვენ წითელი გაწითლებულად ხედავთ თქვენს ეკრანებზე, სლაიდზე და ეს შემდეგია უკვე დაფინანსებული პროექტი ჰოპონის დედლაინის დღეს უნდა იმყოფებოდეს თავისი განხორციელების პირველიდან მე-12 თვემდე პერიოდში. ერთი დღით გადაცდენილიც რომ იყოს პროექტი, ის არც სიაში აღარ მოხდება უკვე ჰოპონის პოტენციურ პროექტებში ჩამონათვალის სახით და ვერც შემიერთება არ იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით მე გაჩვენებთ რა სიას გულისხმობ და მოგაგონებთ ჩემს ამ ნათქვამსაც. სამიზნე ჯგუფი აკადემია და მკვლევრები,
კონსორციუმი, რომელიც დაფინანსებულია მეორე სვეტისა და EIC Pathfinder-ის ქმედებების ფარგლებში და აქვს უკვე მოქმედი საგრანტო ხელშეკრულება, ანუ პროექტი დაწყებულია, მაგრამ ჰოპონის დედლაინისთვის არ არის გასული 12 თვეზე მეტი. და იურიდიული პირი, რომელიც არის ვაიდენინგის ქვეყნიდან და აქვს სურვილი, რომ შეუერთდეს რომელიმე ამ პროექტს. სქემა მარტივია და მართლა რეალური შესაძლებლობაა ყველა ადამიანისთვის, ვისაც კვლევით პროექტში უნდა ასეთი მცირე კონტრიბუციის სახით იყოს ჩართული და წარმოდგენილი. შესაბამისად, ჰოპონის პროექტში ერთიანდებიან ერთი იურიდიული პირი, როგორც ბენეფიციარი, რომელიც ვაიდენინგის ქვეყანა, მაგალითად საქართველო და ერთი იურიდიული პირი, რომელიც არის უკვე დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი. თუმცა აქვე გეტყვით იმასაც, რომ რა თქმა უნდა ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს კოორდინატორთან, მაგრამ საბოლოო ჯამში კონსორციუმის ყველა წევრი უნდა იყოს თანახმა ახალი წევრის კონსორციუმში შეყვანაზე. იმპლემენტაციის ნაწილს შევეხოთ, შერჩეული პროექტის კონსორციუმებს ეძლევათ შესაძლებლობა წარადგინონ ცვლილებაზე, ანუ ახალი პარტნიორის მიღებაზე განაცხადი და ეს მოიცავს როგორც პროექტის აღწერას, ანუ ახალი კანდიდატის კონტრიბუციის აღწერას, ისე ბიუჯეტის გაზრდის პუნქტებს და ახლა რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ბიუჯეტი განაცხადის შეტანა ხდება უკვე დაფინანსებული პროექტის კოორდინატორის მიერ და მოთხოვნილი თანხის არაუმეტეს 10%-ისა გამოიყოფა კოორდინატორისთვის, რადგან მან უნდა მოახდინოს სწორედ ინტეგრაცია ახალი წევრისა, ხოლო 90% ბენეფიციარის, ანუ გაფართოების ქვეყნისთვის არის განსაზღვრული. მოსალოდნელი შედეგები, ჰოპონის სქემისთვის მოსალოდნელი შედეგები, მე არ ვამბობ პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგები, ეს იქნება პროექტის ფარგლებში იქნება ის შედეგები, რაც კლასტერის შედეგები არის და მასზე მიუთითებს პროექტი, არამედ ჰოპონის სქემაში რა მოაქვს შედეგად ჩვენს პროექტს, სისტემურ დონეზე ხდება ის, რომ გაფართოების ქვეყნებში ბრწყინვალების მობილიზება ხდება და იზრდება ბენეფიციარის, ანუ ახალი წევრის ხილვადობა, ინსტიტუციონალური ხილვადობა, ხოლო თვითონ კონსორციუმის დონეზე და ვთქვათ იმ კონსორციუმისთვის, რომელსაც უერთდებით, ჰოპონის პროექტი ხელს უწყობს, რომ უკვე ჩამოყალიბებული ქსელები იყოს უფრო ღია, უფრო მეტი კავშირების და უფრო მეტი პარტნიორებისათვის გახსნილი და ესეც მოგვიხსენებათ, რომ პროექტისთვის დადებითად არის შეფასებული. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე ნახოთ, როგორ გამოიყურება ჩამონათვალი იმ პოტენციური პროექტებისა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ. ამ წუთისთვის 91 ასეთი პროექტია და თუ გავიხსენებთ, რომ 80 უნდა დაფინანსდეს, აქედან მივიღებთ წარმატების ისეთ მაჩვენებელს, რომელიც პრინციპში არც ერთ არ იქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ესეთი იშვიათი არის ამ ჰოპონის წარმატების ხარისხი. მარცხენა მხარეს აქვს ამ პლატფორმას შესაძლებლობა იმისი, რომ გავფილტროთ. ეხლა ამ წუთას ყველა ფილტრი არ მუშაობს, მაგრამ ნელ-ნელა ეს დაიხვეწება და უფრო მეტი მოქნილობის საშუალებას მოგცემს. თუმცა ეხლაც ძალიან მარტივია ჩამოყვეთ ამ ჩამონათვალს და იპოვოთ თქვენთვის საინტერესო პროექტი. ეს არის ერთ-ერთი შერჩეული პროექტი, შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიე პროექტი, რომ თქვენთვის ილუსტრაციის სახით მომეტანა და თქვენ ხედავთ პროექტის ბიუჯეტს ახლა ეკრანზე, თქვენ ხედავთ კონსორციუმის წევრებს, კოორდინატორი ვინ არის და თვითონ პორტალის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომ მივწეროთ კოორდინატორს და დავიწყოთ მუშაობა
ჰოპონის ქსელისში ჩართვისთვის. აქვე გეტყვით იმას, რომ არსებობს სხვადასხვა სტრატეგიები, როგორ მივწეროთ წერილი, როგორ მოვემზადოთ უკეთესად, პირველ ჯერზე რისი მიწერა ჯობს და როგორ დავამყაროთ ეს კომუნიკაცია კოორდინატორთან და დაინტერესების შემთხვევაში ცხადია ინდივიდუალურ კონსულტაციებზე გელით. მე ვხედავ აწეულ ხელს თუ გნებავთ, ეხლა გიპასუხებთ თუ ჰოპონთან გაქვთ შეკითხვა, ან შემიძლია ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ნაწილშიც გავცეთ თქვენს შეკითხვას პასუხი. დიახ, მე მგონი უნდა გადავიდე. შემდეგი კონკურსი ასევე ძალიან საინტერესო თავისი არსით და თავისი აი ამ სქემით და ვაიდერას სამუშაო პროგრამაში პირველად გვაქვს ეს პროექტი, ანუ ახალი კონკურსია და ხედავ თქვენ სათაურს EIC პრეაქსელერატორი, ვაიდენინგი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჰოპონის შემთხვევაში მეორე პილარს და მესამე პილარს ვუერთდებოდით, გვთავაზობდა ვაიდენინგი მათთან მიერთებას, ეხლა უკვე მხოლოდ EIC პრეაქსელერატორთან არის ეს კავშირში. უკაცრავად, ამ სქემის მიზანია გაზარდოს გაფართოების ქვეყნებში მდებარე ადრეულ ეტაპზე მყოფი deep tech სტარტაპების პოტენციალი, მათი ბიზნესის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური მზაობის გაუმჯობესებით და რომ მათ უკვე შემდეგ ეტაპზე შეძლონ შეიტანონ პროექტი EIC აქსელერატორის ან სხვა დაფინანსების, იქნება ეს რეგიონული თუ საერთაშორისო დაფინანსების სქემებში. კონკურსი გამოცხადება 12 ივნისს, ჯერ არ არის გამოცხადებული, დედლაინი გვაქვს 18 ნოემბერს, საერთო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო, თითეული პროექტისათვის აქედან 300-დან 500 მილიონამდე ევრო არის გამოყოფილი და სულ დაფინანსდება 50 პროექტი. აი თვითონ არსი ვაიდენინგის სქემა როგორ მუშაობს კონკრეტულად აი ამ პრეაქსელერატორის კონკურსში. ეს მოგეხსენებათ ამ მიმართულებით ყავს შესანიშნავი საკონტაქტო პირი, ეროვნული საკონტაქტო პირი, ქალბატონი ანა გოლეთიანი და ჩვენ ამ კონკურსზე ერთად მუშაობთ, რადგან შინაარსობრივად ეს კონკურსი მთლიანად აი ამ ნაწილშია, მესამე სვეტშია მოცემული. ესე იგი, მოსალოდნელი შედეგი შესაბამისად იმისა, რაც უკვე მოკლედ აღწერე, არის ის, რომ გაფართოების ქვეყნებში deep tech სტარტაპების ბიზნეს, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური მზაობის გაზრდა უნდა მოხდეს, რომ მერე მათ შეიტანონ ახალ კონკურსებში, სხვადასხვა დაფინანსების სქემებში თავიანთი პროექტები. კონკურსის ტიპი არის კოორდინაცია და მხარდაჭერა, SSA ეგრეთ წოდებული, რომელიც ადაპტირებული იქნება ტრანზიშენის კონკურსზე და ის იქნება ერთეტაპიანი კონკურსი. ეს არის მონობენეფიციარის სახის ქმედება, აპლიკანტი უნდა იყოს ერთი კომპანია, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც დაფუძნებული იქნება ვაიდენინგის ქვეყანაში, რა თქმა უნდა. აქვე მოგახსენებთ, რომ მოთხოვნილი თანხის 70% გაიცემა გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი 30%-ზე მოთხოვნილია, რომ უნდა იყოს თანადაფინანსება, რომელიც უნდა გაიღოს ბენეფიციარმა საკუთარი რესურსებიდან, ხოლო ხანგრძლივობა კონკურსისა არის 2 წელი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ძალიან დახვეწილი პროექტი უნდა იყოს უკვე პროექტი, რომელსაც წარმოადგენთ ამ კონკურსში, რადგან 2 წელი არ არის ძალიან დიდი ხანგრძლივობა და ისინი ელიან, ასე ვთქვათ, უკვე ჩამოყალიბებულ კარგ პროექტებს ჩვენგან.
დასრულებისას ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს, უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მისი ინოვაციის ტექნოლოგიური კომპონენტი არის უკვე ტესტირებული და ვალიდირებული ლაბორატორიულ ან სხვა ნებისმიერ გარემოში TRL-5 ეგრეთ წოდებული და მზად არის EIC აქსელერატორში განცხადების შესატანად. მე გადავალ შემდეგ კონკურსზე, რომელიც ასევე ამ კონკურსით ძალიან ბევრი ვართ უკვე დაინტერესებული საქართველოში, რაც მე მახარებს. ეს არის ბრწყინვალების ევროპული ინიციატივა უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის. 15 მაისს გაიხსნა ეს კონკურსი, 20 ნოემბრამდე გვაქვს დრო და საერთო ბიუჯეტი არის 80 მილიონი ევრო. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა არის 27, რაც ასევე ძალიან მაღალი რიცხვია, ხოლო ხანგრძლივობა არის 5 წელი. თითეული პროექტისთვის აქედან გამოიყოფა 2-დან 5 მილიონამდე ევრო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს რომ ეს არ არის კვლევითი პროექტი, თუმცა კვლევაზე გვეუბნებიან რომ შეგვიძლია 20% გამოვიყენოთ მთლიანი ბიუჯეტის, შეიძლება იყოს რაიმე საპილოტო კვლევა გამომდინარე პროექტის მიზნებიდან და იმ შინაარსიდან, რასაც ჩვენ ამ სქემაში ჩავდებთ, ხოლო რაც შეეხება სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო აქტივობებს, ეს პროექტი არ მოიცავს ამას. მიზანია ის, რომ საგანმანათლებლო სექტორი და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემები, მათ შორის არასაუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრები, უფრო მოდერნიზდნენ და ტრანსფორმირდნენ და აღიჭურვონ ყველა იმ საჭირო კომპონენტით, რომელიც მათ დასჭირდებათ შემდეგ მაღალკვალიფიციური კვლევისა და ინოვაციის შესაქმნელად. მოგახსენეთ, რომ პროექტის ტიპი არის კოორდინაცია და მხარდაჭერა, კონსორციუმის შემადგენლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის კონსორციუმის ტიპის პროექტი. პროგრამაში გვაქვს ჩანაწერი, რომ მინიმუმ 3 ქვეყანა ევროკავშირის ან ჰორიზონტი ევროპას ასოცირებული ქვეყნიდან უნდა იყოს, საიდანაც მინიმუმ 1 იქნება ვაიდენინგის ქვეყანა და კოორდინატორის როლში გამოდის ვაიდენინგის ქვეყანა. ასევე ბიუჯეტის განაწილების მომენტში უნდა გავითვალისწინოთ, რომ 11% სულ ცოტა 51% ბიუჯეტისა უნდა დარჩეს ვაიდენინგის ქვეყანაში და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს არ არის ლამპსამის ტიპის გრანტი. აპლიკაციის მოცულობა არის 30 გვერდი, ხოლო სამიზნე ჯგუფი შეიძლება იყოს აკადემია, მკვლევრები, ეკონომიკა, ინდუსტრიული პარტნიორები. რა უდევს საფუძვლად ამ კონკურსს, საკმაოდ ვრცელი აღწერები გვაქვს, საფუძველი და ასე ვთქვათ, ბიძგი ან ინსპირაცია ამ კონკურსისთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ არის ის მარიო დრაგის ანგარიში, რომელიც ეხება ევროპულ უნივერსიტეტებს, სადაც მოხსენიებულია, რომ მართალია ევროპული უნივერსიტეტები ძალიან მაღალი ხარისხის და დონის არის, მაგრამ არის მათ შორის განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დონის თვალსაზრისით და ამიტომ ეს კონკურსიც არის ერთგვარი ხიდი იმისთვის, რომ ეს განსხვავებები შემცირდეს და მათ შორის ვაიდენინგის ქვეყნებში უნივერსიტეტებმა გადაინაცვლონ უფრო მაღალი ხარისხის კვლევებსა და ინოვაციებზე და ამისთვის საჭირო ყველა ინსტიტუციონალური გამაძლიერებელი ქმედება ჩართონ და მოიშველიონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერას პოლიტიკის დღის წესრიგი, აქ იგულისხმება 2022-24 წლების დღის წესრიგი, განსაკუთრებით მე-13 ქმედება, რომლითაც ჩვენ გვეუბნება, რომ ერა ზოგადად მნიშვნელოვანია ამ ქოლისთვის, გააძლიეროს უმაღლესი
განათლების დაწესებულებები ერასთან შესაბამისად და ევროკავშირის საგანმანათლებლო სივრცესთან სინერგიით და ჩვენ ისევ გვხვდება ეს სიტყვა სინერგია. ფარგლები, გავრცელების ფარგლები ამ კონკურსის არის ის, რომ კოოპერაციის გზით გაიზარდოს მეცნიერების ბრწყინვალება და ევროპის უნივერსიტეტებში ცოდნის ვალორიზაცია. ცოდნის ვალორიზაციაზე ცალკე შემოგთავაზებთ სლაიდს. როგორ არის ეს შესაძლებელი? შესაძლებელია ისე, რომ აკადემიის მკვლევრებს ასევე კვლევის მხარდამჭერ პერსონალს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გადამზადდნენ ცოდნის ვალორიზაციაში, გადამზადდნენ მეწარმეობაში, ჰქონდეთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თავიანთი კარიერის ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მხედველობაში ჰქონდეთ აკადემიური მოღვაწეობის მრავალფეროვნება თავიანთი კარიერის შეფასებისას. მიზნები, აქცენტები რომ გავაკეთოთ, მეცნიერების ბრწყინვალებისა და ცოდნის ვალორიზაციის გაზრდა და აქ გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი ალიანსი, მათ შორის Erasmus Plus-ის ფარგლებში არსებული ალიანსები, ან ნებისმიერი სხვა უკვე არსებული, ან კონსორციუმი, რომელიც ეხლა ჩამოყალიბდება ამ კონკრეტული კონკურსისთვის, აი ეს იქნება, ამაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და ესეთი თანამშრომლობები იქნება მხარდაჭერილი და წახალისებული. ევროპული, ანუ თუ გვაქვს უკვე ესეთი ალიანსები, ჩვენ შეგვიძლია ეს პირდაპირ გადმოვიტანოთ ამ კონკურსზეც, გამოვიყენოთ და მივმართოთ ამ ალიანსებს, ამ რაღაცა ჯგუფებს და გაერთიანებებს. ევროპული უმაღლესი განათლების დაწესებულებების გლობალური კონკურენტუნარიანობისა და ხილვადობის გაუმჯობესება და მეცნიერების სფეროში კარიერული შესაძლებლობების გაუმჯობესება აი ერას პოლიტიკის შესაბამისად. ანუ ერას პოლიტიკა ერთ-ერთი დოკუმენტია, რომელსაც კარგად უნდა გავეცნოთ. რაც შეეხება ცოდნის ვალორიზაციის და მის პლატფორმას გთავაზობთ ამ სლაიდზე, თუ როგორ არ უნდა დარჩეს ცოდნა აკადემიაში და როგორ შეიძლება აი აკადემიური კვლევების შედეგები ვთარგმნოთ და გადავიტანოთ მდგრად პროდუქტებად იმისთვის, რომ შემდეგ საყოველთაო სიკეთისთვის, საზოგადო სიკეთისთვის იყოს ეს ყველაფერი გამოყენებული. ამ ლინკზე, ამ პლატფორმაზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ, რას მოიაზრებს ცოდნის ვალორიზაცია. ცოტა ხნით შევჩერდეთ მოსალოდნელ შედეგებზე, რომელსაც გულისხმობს ეს პროექტი, რომ უნდა მივაღწიოთ ამ მოსალოდნელ შედეგებს, განათლების უმაღლესი დაწესებულებების მოდერნიზაცია და გაუმჯობესება კვლევისა და ინოვაციის თვალსაზრისით, მეცნიერებაში ბრწყინვალების კულტურისა და ცოდნის ვალორიზაციის მეინსტრიმინგი, კვლევისა და ინოვაციის სფეროში ინსტიტუციური რეფორმების დაჩქარება და კვლევისა და ინოვაციის პოტენციალის გაძლიერება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე დიგიტალური უნარჩვევების გაძლიერება, გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდა და კვლევის კრიტიკული მასის გაზრდა და ისევ ნახსენებია ერას 2022-24 წლების პოლიტიკის დღის წესრიგი, მე-13 ქმედება, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერება და პირველი და მე-9 ქმედებები რეალურად ფუნქციონირებადი ცოდნის შიდა ბაზრის გაღრმავება. სადაც ეს რელევანტურია. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ასევე 5 მოდულს, რომელიც ამ კონკურსში გვხვდება და რომელზეც გვეუბნებიან, რომ მინიმუმ 4 უნდა ამოვირჩიოთ და მათზე გავაკეთოთ აქცენტი, ანუ ჩვენი პროექტი უნდა მოიცავდეს ეხლა ჩამოთვლილ 5 მოდულთაგან 4-ს. პირველი მოდულია ინსტიტუციონალური მოდერნიზაცია და რეფორმები. აქ ჩამოთვლილია რა იგულისხმება
ამ მოდერნიზაციასა და რეფორმებში, თუმცა გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ეს უფრო გავაფართოვოთ, ეს არის მხოლოდ მაგალითები და შეგვიძლია ამ მაგალითად ეხლა 3-ს ხედავთ ამ მოდულის ქვეშ და გავაკეთოთ უფრო მეტი და უფრო ჩაშლილად წარმოვადგინოთ ეს მოდული ჩვენს პროექტში. მეორე მოდულია მკვლევრების, მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და იგულისხმება ყველა ის ქმედება, მაგალითად ტრენინგები, ან რაღაცა კომუნიკაციის უნარების განვითარება, აკადემიური და არააკადემიური პერსონალის მობილობა და ასე შემდეგ. ყველაფერი შეიძლება აქ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აქტივობების სახით მოვიცვათ და ჩავდოთ. მესამე მოდულია კვლევითი ბრწყინვალების განვითარება, გაღრმავება, წინწაწევა. მეოთხე არის დიგიტალური ტრანსფორმაცია და მეხუთე არის უკვე ურთიერთობა, იქნება ეს ესე ვთქვათ მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან, რეგიონალურ, არააკადემიურ აქტორებთან ურთიერთობა, რომელიც გაზრდის კიდევ უფრო ჩართულობას ადამიანების, ასევე ხილვადობას ინსტიტუციისას და კიდევ შეგვიძლია მოვიფიქროთ ის აქტივობა, ან ის პრიორიტეტი, რისთვისაც ამ მოდულს გამოვიყენებთ. ეს არის ერთი მაგალითი ჩვენი მოცემული კონკურსის და ესეც ძალიან ინსპირაციულია. დავაკვირდეთ უკვე გამარჯვებულ პროექტებს და მათ აღწერებს მივმართოთ. ჩვენთვის რელევანტურად მე ეს კონკრეტული პროექტი მივიჩნიე და ამიტომ ილუსტრაციის სახით სწორედ ეს შემოგთავაზეთ. გადავალ შემდეგ კონკურსზე, ეს არის კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობა ევროკავშირის გაფართოებაში მონაწილე ქვეყნებში. აქ მეორდება სიტყვა გაფართოება, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ არის სიტყვა widening-ი, ეს არის enlargement countries და მე გაჩვენებთ სლაიდზე პლატფორმას, სადაც შეგვიძლიათ გაეცნოთ, რას ნიშნავს ეს და ვინ არიან ეს ქვეყნები. მოსალოდნელი შედეგი და მიზანი ამ ზოგადად, რო ვთქვათ, ამ კონკურსის ფარგლებში არის ის, რომ დაფინანსებული ქმედებები ან პროექტები მხარს დაუჭერენ ეროვნულ და რეგიონულ კვლევასა და ინოვაციას და განათლების ინიციატივებს გაფართოებაში მონაწილე ქვეყნებში. ეს არის ზოგადი აღწერა, რას ემსახურება ეს კონკურსი და ეხლა მოგახსენებთ დეტალურად. 6 მაისს გაიხსნა კონკურსი, 16 სექტემბრამდე გვაქვს დრო და დედლაინი 16 სექტემბერია. ერთი პროექტი დაფინანსდება და 3 მილიონი ევრო, ან ევროთი დაფინანსდება ეს ერთი პროექტი და გვიწერია, რომ 50% ამ ბიუჯეტისა დარჩება ვაიდენინგის ქვეყანაში. პროექტის ტიპი არის коорდინაცია და მხარდაჭერა. პროექტის კოორდინატორი არის ვაიდენინგის ქვეყანაში დაარსებული იურიდიული პირი. აქვე გვაქვს ჩანაწერი, რომ პროექტის ფარგლებში გაიცემა ფინანსური მხარდაჭერა მესამე მხარისთვის, მესამე ქვეყნისთვის თითო 60,000 ევროს ოდენობით და ესეც ძალიან ესეთი დამაიმედებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთი პროექტი ფინანსდება წელს ამ სქემით, ხოლო მიზნობრივი ჯგუფი არის პოლიტიკის შემქმნელები, ინოვაციის დაფინანსების სააგენტოები, ასევე აკადემია. მოსალოდნელი შედეგები ამ ტოპიკის ფარგლებში დაფინანსებული ქმედებები, როგორც ვთქვით, ეცდებიან, რომ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე გაზარდონ კვლევა და ინოვაცია და იმითი, რომ ისინი გააერთიანებენ რესურსებს და ეროვნულ და რეგიონულ პოლიტიკასთან შერწყმულები იქნებიან. ეს ჩამოთვლილია პირდაპირ ქვეყნებში
ქვეყნები, ვის მიემართება, ვის გულისხმობს ეს კონკრეტული კონკურსი და აქ არის მაგალითად ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა და სხვები. ანუ ჩვენ პირდაპირ ვიგულისხმებით ამ კონკურსში, აი ეს არის პლატფორმა, სადაც თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ გაფართოებაში შემავალი ქვეყნების შესახებ. მოსალოდნელი შედეგები და საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი აქვს ამ კონკურსს თუ რას ელოდებიან ისინი ჩვენგან, იმას რომ ხელი შეუწყოს გაფართოების ქვეყნების ინტეგრაციას ევროპის კვლევისა და ეროვნულ სივრცეში, ინოვაციურ სივრცეში უკაცრავად, იმითი რომ გამოკვეთოს გაფართოების ქვეყნების სტრატეგიული მნიშვნელობა, ხელი შეუწყოს რეგიონის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს კვლევისა და ინოვაციის თვალსაზრისით, მიზნად ჰქონდეს რეგიონალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, დაგეგმილი ინვესტიციების გზით, თქვენ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს სლაიდებზე პრეზენტაციაში თითოეულ მათგანზე, ხელი შეუწყოს გაფართოების ქვეყნების მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში, ევროკავშირის პრიორიტეტების გათვალისწინებით და აქ ჩვენ ისევ ხვდებით იმ პრიორიტეტებს, რომლითაც დავიწყეთ, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ციფრული განათლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხელი შეუწყოს ინოვაციურ საქმიანობის ამსახველ მაჩვენებლებში ევროკავშირთან არსებული სხვაობის შემცირებას და ეს იყო ერთ-ერთი ესეთი უფრო ჩაღრმავება და ჩაშლა. მოსალოდნელი შედეგია ასევე მხარი დაუჭიროს გაწევრიანების პროცესსა და გაფართოების ქვეყნების შემდგომ ინტეგრაციას შესაბამის ევროპულ პროგრამებში, განსაზღვროს საერთო პრიორიტეტები, რომლებიც შეთანხმებული იქნება მონაწილე ეროვნულ და რეგიონულ კვლევისა და ინოვაციის ეკოსისტემებს შორის, წვლილი შეიტანოს ერთობლივ ინიციატივებში, რომლებიც შედეგად მოიტანენ რეგიონული ინოვაციური ქმედებების დაფინანსებას, განახორციელოს კვლევისა და ინოვაციის სხვა ერთობლივი მხარდამჭერი ღონისძიებები და ფინანსური მხარდაჭერა ან შედეგის სოციუმში გამოყენება, რაც ძალიან ისევ ხაზგასმული და აქცენტირებულია. ეს ქმედება ერას და ვაიდენინგის მიზნებთანაა თანხმობაში, რადგან მიზნად ისახავს ევროკავშირის პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირის ქსელების ღიაობას და გახსნას და მოგეხსენებათ ამაზე ესეც ერთ-ერთი ამბიციაა ჰორიზონტი ევროპასი. და მე გადავდივარ ბოლო კონკურსზე, მოგეხსენებათ, რომ 2025 წლის სამუშაო პროგრამაში ვაიდენინგის ნაწილში ჩვენ გვაქვს სულ 5 კონკურსი და ეს არის ბოლო, რომელიცაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. ეს არის სახელწოდება ვაიდენინგის ქვეყნებში თანადაფინანსების სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია ურთიერთდაკავშირებული რეგიონული საინოვაციო სივრცეებისთვის და ზოგადად რო განმარტოთ მიზანი ამ დანიშნულება ამ კონკურსის არის ის, რომ რეგიონული საინოვაციო ველები შექმნას ღია ინოვაციური ურთიერთდაკავშირებული საინოვაციო ველები ჩამოაყალიბოს. კონკურსი გამოცხადებულია 15 მაისს, დედლაინი არის 15 ოქტომბერი, საერთო ბიუჯეტი არის 24 მილიონი, თითოეულ პროექტზე 5-დან 8 მილიონამდე არის გამოყოფილი, ხანგრძლივობა 3-დან 5 წლამდე, 4 პროექტი დაფინანსდება, ესეც არის კოორდინაციის და მხარდაჭერის ტიპის პროექტი და ეს არის თანადაფინანსების ტიპის ქმედება, ანუ მოთხოვნილია ნაწილი თვითონ ბენეფიციარებისგან თანადაფინანსების სახით.
სამიზნე ჯგუფები არის რეგიონული და ეროვნული ხელისუფლება, აკადემია, კვლევითი ორგანიზაციები, ინდუსტრია, ბიზნეს ასოციაციები, კლასტერები, მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, მომხმარებლები, მოქალაქეები და ეს სქემა ძალიან ორიგინალურია თავისი შინაარსით და მე დავპირდით, რომ ხუთივე კონკურსი თავისი სქემის თვალსაზრისით სხვადასხვა იყო. ამ კონკურსის თავისებურება იმაშია, რომ ის მოითხოვს ბენეფიციარებს, ესეთი კონსორციუმის შემადგენლობას. მინიმუმ 3 ეროვნული ან რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქნებიან მინიმუმ 3 სხვადასხვა წევრი ან ასოცირებული ქვეყნიდან, მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს გაფართოების ქვეყნიდან, ანუ უმრავლესობა ისევ თუ 3 წევრიანი კონსორციუმი იქნება, 2 იქნება გაფართოების ქვეყნიდან, ხოლო 1 არაგაფართოების ქვეყნიდან. და როგორ უნდა შევარჩიოთ ეს კონსორციუმის წევრები? ამისთვის მოცემულ კონკურსს აქვს თავისი მინიშნება, რომ მინიმუმ 1 უნდა იყოს საშუალო ან ამომავალი ინოვაციის რეგიონი და სულ ცოტა უნდა იყოს ძლიერი ლიდერის ან ინოვაციის ლიდერის რეგიონიდან. ამაზე კიდევ პატარა ჩაშლა მექნება, რომ უფრო ნათელყო აქ რა იგულისხმება. ბენეფიციარებმა, ანუ გამარჯვებულმა პროექტმა უნდა გასცეს მესამე მხარეზე კასკადური გრანტის სახით 600,000 ოდენობის გრანტი და ესეც, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი შესაძლებლობა 2025-ში თუ არა შემდეგ ეტაპზე, რომ აი ამ კასკადურ გრანტებზეც ვიყოთ, გქონდეს მხედველობაში და არ დაგვავიწყდეს. ეხლა რა არის ეს დაყოფა, დამწყები, ამომავალი და ძლიერი ინოვაციის მქონე ნიშნის მქონე ქვეყნები? არსებობს ესეთი European Innovation Scoreboard-ი, სადაც რომელსაც შეგვიძლია გავეცნოთ და ლინკის სახით მე მოწოდებული მაქვს ეს პლატფორმა. საქართველოს ამ რიცხვში არ არის ჩამოთვლილი, ბევრი ინსტრუმენტი გააჩნია ამ პლატფორმას და სხვადასხვა ინსტრუმენტით ვეძებე საქართველოს, მაგრამ არ ვართ აქ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ასეთი შემთხვევა გათვალისწინებული აქვს პროგრამას და გვეუბნება, რომ ის ასოცირებული ქვეყნები, რომლებიც არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ აკმაყოფილებენ, შეფასდებიან მათი ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის ხარისხის მიხედვით და შემოწმდებიან და თუ მათი აქ მონაწილეობის რანგი იქნება საშუალოზე დაბალი, მაშინ ისინი ჩაითვლებიან როგორც საშუალო ან დამწყები ინოვატორები და დიდი ალბათობით ჩვენ სწორედ ეს ვართ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეძებოთ ძლიერი ლიდერი ინოვატორები თუ ამ პროექტში მონაწილეობას გადავწყვეტ. მიზნად ისახავს ეს კონკურსი, ეს პროექტი, რომ შექმნას თანადაკავშირებული რეგიონალური საინოვაციო ველები, სივრცეები ევროკავშირის მასშტაბით, რომლებიც მოიცავენ დაბალი ინოვაციური მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს. არსებობს ესეთი ქოლი, ოღონდ მაღალი ინოვაციური ქვეყნებისთვის და ეს კონკრეტული კონკურსი კი ვაიდენინგის ფარგლებში ქმნის სქემას, რომელიც უშუალოდ ჩვენ მოგვემართება. ყველა მოსალოდნელ შედეგს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც ეხლა ჩვენ ეკრანზე ვხედავთ, მთელს ევროკავშირში ეფექტიანი, ინკლუზიური და ურთიერთდაკავშირებული ინოვაციური ეკოსისტემების შექმნა, ევროპულ ინოვაციურ ეკოსისტემებს შორის საერთო ევროპული ინტერესის შემცველი სტრატეგიულ სფეროებში, ტექნოლოგიებსა და გამოწვევებში
გაუმჯობესებული სინერგია, ურთიერთდაკავშირებულობა და თანამშრომლობა და აქაც აქცენტი გვაქვს ისევ და ისევ სინერგიაზე, რეგიონალური საინოვაციო სივრცეების ფარგლებში საერთო ცოდნის აქტივების შექმნა და მათ საზღვრებს შორის გამჭოლი დაკავშირებულობის მხარდაჭერა და უზრუნველყოფა და ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებში გაძლიერებული ინოვაციური შესაძლებლობები, მათ შორის ღრმა ტექნოლოგიებში, რაც ინოვატორებს საშუალებას მისცემს თავიანთი იდეები ბაზარზე გაიტანონ და ინოვაციები ევროკავშირის მასშტაბით გააფართოვონ. ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებში გაუმჯობესებული კავშირების ჩამოყალიბება და ინოვაციური თანაინვესტიციების რაოდენობის მომატება, დამატებითი დაფინანსებების მობილიზება. აქ იგულისხმება როგორც ევროპული, ისე არაევროპული, ეროვნული, რეგიონალური, სხვა ფონდებიდან ახალი დაფინანსებების მოზიდვები. თქვენ ხედავთ ლინკებს, რომელიცშიც გაშლილია, ყველა ის საჭირო ლინკი, რომელიც შინაარსთან სამუშაოდ დაგჭირდებათ, მე მოგიმზადეთ ბოლო სლაიდზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისმენთ ყურადღებით თქვენი შეკითხვები თუ შეიძლება. შეიძლება გითხოთ? დიახ. ჩვენი ფოკუსირება იქნება ჰოპონზე. რამე თუ ტექნოლოგია მზად არის და კარგი იქნება თუ პარტნიორებით გვეყოლება გამზადებულ პროექტში. ჭირს ხოლმე ჰორიზონის პროექტის მოგება დიდ სირთულეს წარმოადგენს ჩვენთვის. მიუხედავად მრავალი ცნობებისა. მე როგორც კარგად გავიგე, ჩვენ პარტნიორებს მოვუძებნით საიტის მეშვეობით, როგორც მიგვითითეთ, როგორც ვეძებთ ხოლმე შესაბამისი მიმართულების მოგებულ პროექტებში, ესეა, ხო? დიახ, გახლავთ, კი ბატონო, ზუსტად ასეა, ჩამონათვალი უკვე არსებობს ფილტრები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილტრი, რა თქმა უნდა, არის კარგი გაიდლაინი და უცბად გვაჩვენებს ჩვენი კლასტერის პროექტებს, მაგრამ მე მაინც ვურჩევ ხოლმე აპლიკანტს, რომ ყველა პროექტს გადახედონ, იმიტომ რომ მოულოდნელად სულ სხვა კლასტერის პროექტში შეიძლება აღმოაჩინოს თავი და ერთადერთი ამას დავამატებდი თქვენს შესანიშნავად ჩამოყალიბებულ შინაარსს, ასევე შემიძლია მოგაწოდოთ გაიდლაინი ნაბიჯ, როგორ მოიქცეთ, როგორ ნახოთ რა ლინკზე რა ინფორმაცია ინახე, ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც ჰოპონისთვის არის საჭირო დაწყებული წერილის დაწერიდან და ასე შემდეგ. ესეც შემიძლია დამატებით მეორე კითხვასაც გითხავთ, შეიძლება. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობები გადადის უკვე მოძიებულ პოტენციურ პარტნიორთან ამტყარებულ ურთიერთობებზე, ესეა, ხო? დიახ. რომელსაც თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დაუკავშირდეთ და ეს მნიშვნელოვანია, რომ ჯერ დაუკავშირდეთ თვითონ პლატფორმაზე. ასევე თქვენ შეგიძლიათ ეს ინსტიტუცია მოძებნოთ და სხვანაირად ამ გზითაც დაუკავშირდეთ, ასევე მოგცემდით რჩევას, რომ ძალიან ხშირად გამარჯვებული პროექტები უკვე მართავენ შეხვედრებს, რომლებიც ჩანაწერებიც დევს YouTube-ზე მაგალითად, ასევე აკეთებენ ვებ გვერდებს თავიანთი პროექტებისთვის და იქაც იდება გარკვეული მასალა და ამ ყველაფერს ასევე გაეცნოთ. რატომ? რომ უკეთ მოვახდინოთ ჩვენი კონტრიბუციის განსაზღვრა უკვე დაფინანსებული პროექტის შიგნით. გავეცნოთ კოორდინატორს, გავეცნოთ პარტნიორებს და მეტი ინფორმაცია გქონდეს ურთიერთობის დასაწყისში. მიმართულებები როგორ შეიძლება ავირჩიოთ ჩვენი პოტენციური პარტნიორების? საძიებო სიტყვა ვიხმაროთ სიტყვაზე ენერგეტიკა თუ სუფთა ტექნოლოგიები თუ აი როგორ შევარჩიოთ მსგავსი პროექტების მსგავსობა? სადაც შეიძლება ტექნოლოგია გამოვიყენოთ?
კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ keyword-ებითაც მოძებნოთ, ეს ფილტრიც აქვს და თქვენ შეგიძლიათ ასევე მოძებნოთ პროგრამის ნაწილის მიხედვით, ტოპიკების მიხედვით. ეხლა მე ვეცდები რომ გავაზიარო, მე ასევე შემოგთავაზებთ ცალკე საინფორმაციო დღეს ჰოპონზე გამომდინარე ძალიან მაღალი დაინტერესებიდან საზოგადოების და იქაც ვეცდები რომ მსგავსი საკითხები დავფარო, თუმცა ინდივიდუალური კონსულტაციაც ცხადია შემიძლია შემოგთავაზოთ და უშუალოდ გაჩვენოთ რომელ ნაწილში, რომელ ფანჯარაში რა შეიძლება ჩავწეროთ, რომ გავიადვილოთ ნავიგაცია აი ამ პლატფორმაზე. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მე ვხედავ აწეულ ხელს, ბატონო თემურ, გისმენთ. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რაც პრაქტიკული და გასაგები პრეზენტაციისთვის, რომელიც არც ისე მარტივი გადმოსაცემია ხოლმე, ნუ მინიმუმ ახალი დაწყებისთვის დიდი ლაბირინთია ხოლმე. ჩემი კითხვა შეეხება ასევე ჰოპონს. არ ვიცი მსგავსი გამოცდილება თუ არსებობს და ეს რო გამიზიაროთ პროექტებს, რასაც უყურებ, ნუ მე სოციალური მეცნიერების წარმომადგენელი ვარ. არის როგორც ჩანს, ნუ ეს რადგან ფილარებზე არის, ევროპაზე არის ფოკუსირებული და ზოგ თემაში პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის, ანუ ევროპაზე აქცენტ მაგალითად advanced democracy, ან რაღაც ეს სიტყვებია ნახსნები. რამდენად შესაძლებელია, რომ მაგალითად არა მხოლოდ advanced-ზე იყოს, თქვათ, გაფართოება მოინდომონ და ეს ან პლუსია თუ მინუსი არის. მადლობა. მადლობა ბატონო თემურ, მართლა ძალიან კარგი შეკითხვა და მიხარია რომ ამაზე ხა უკვე დაგროვდა გამოცდილება და ამ გაზიარების საშუალება მომეცა ამ კითხვით. ძალიან მნიშვნელოვანია არის ხოლმე რამდენიმე დეტალი. ჩვენ უნდა მე როცა დავიწყე ჰოპონზე საუბარი, გითხარით რომ რასაც ვამბობ, ეს ეხება ვაიდენინგის ჰოპონის სქემას. და ძალიან მნიშვნელოვანია ამას მეორე ნაწილი. ხო რახან ეს სქემა გვთავაზობს მეორე სვეტში ინტეგრირებას, ჩვენ მეორე სვეტზეც უნდა გქონდეს წარმოდგენა და თქვენი შეკითხვა ზუსტად აქედან მომდინარეობს და ძალიან ესეთი რელევანტური სამართლიანი შეკითხვაა. ჩვენ უნდა გავეცნოთ ასევე იმ ნაწილს, პროგრამის იმ ნაწილს, რა ნაწილშიც დაფინანსდა ეს კონკრეტული პროგრამა. და ეს ძალიან ადვილია, თქვენ რომ გადაბრძანდებით თვითონ ჰოპონის გვერდზე, იპოვით საჭირო პროექტს და დააჭერთ, გადაგიყვანთ აბსტრაქტზე. ასევე შეგიძლიათ სათაური ჩაწეროთ პლატფორმა კორდისზე და იქ უკვე ვნახავთ კიდე მეტს ამ პროექტზე. ყოველ შემთხვევაში ორივე პლატფორმაზე კარგად ჩანს ჰორიზონტი ევროპას, რომელ კლასტერში, რომელი პროგრამაში არის დაფინანსებული ეს პროექტი და აუცილებლად ვკითხულობთ პროგრამის შესაბამისი პროგრამის შინაარს. ხომ არ არის რაიმე შეზღუდვა საქართველოზე იმ პროგრამაში. თუ არ არის და როგორც წესი არ არის ხოლმე, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია დავიწყოთ ამაზე მუშაობა. უღმესი მადლობა. გიპასუხეთ, რამდენად ამომწურავია ჩემი პასუხი თქვენთვის. ამაში დაგეხმარებით ჩვენ ბატონო თემურ, თუ აქ აი ამ მართლა ლაბირინთია, გეთანხმებით, დაგჭირდათ გზამკვლევი, შეგვიძლია როგორც წესი ჰოპონზე მე ვმუშაობ კლასტერის NCP-ებთან ერთად, ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და მოგმართეთ ამ ნაწილში და სხვა ნაწილშიც გვერდით გვიგულეთ. კი ბატონო, უღმესი მადლობა. ნუ უნივერსიტეტებიც ასევე გვეხმარებიან და ამ ეტაპამდე არ ყოფილა და თუმცა გავითვალისწინებთ და ერთი კითხვა ძალიან კონკრეტული, შვეიცარია კიდევ არ არის, ხო? არც ერთი ამ რაც თქვენ ჩამოთვალეთ პროექტების ნაწილი, არც ერთი ფორმატით.
მე რამდენადაც ვიცი არა, თუმცა ამ შეკითხვას შემოვინახავ და დაგიზუსტებთ თქვენი ნებართვით კიდევ რახან ეს სპეციფიკური ის შემოვიდა კითხვა. მადლობა. მადლობა. ქალბატონი ნინო ფარსადანიშვილი იწევს ხელს. ნინო, გისმენთ? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. ქალბატონო ნინო, როგორც ყოველთვის საუკეთესო პრეზენტაცია გაქვთ. მე უბრალოდ კომენტარს დავამატებდი, რახან ჰოპონი ასეთი საინტერესოა საზოგადოების ფართო მასებისთვის და ეს ეხმიანება ასევე ბატონი თემურის კითხვებს, რომ ჩემი პირადი გამოცდილებით ჰოპონი გარდა იმისა, რომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ასევე საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ თუ ინსტიტუციურად ვერ შევძელით ჩართვა უკვე დაფინანსებულ პროექტში, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაინც შევარჩიოთ ჩვენთვის საინტერესო თემატური ჰოპონის პროექტი და დავიწყოთ კომუნიკაცია შესაბამის კოორდინატორთან, იმიტომ რომ როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, შეიძლება კონკრეტული პროექტი არ იყოს ჩვენთვის გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენი ინდივიდუალური ექსპერტიზა საკმაოდ საინტერესო შესაძლოა აღმოჩნდეს კონსორციუმის კოორდინატორისთვის ან რომელიმე პარტნიორისთვის. ამიტომ იგივე რასაც ეხმიანებოდა ქალბატონი ნინოს კომენტარი, რომ მნიშვნელოვანია რას წერთ და როგორ წერთ, ანუ კომუნიკაციას თავისი სტრატეგია აქვს, ამიტომ კარგად თუ გამოიკვეთება ჩვენივე პერსონალური გამოცდილება, ეს შანსებს გაზრდის, რომ სამომავლოდ იგივე ჰოპონის რომელიმე პროექტში ექსპერტად ჩაერთოთ და იქნებ მერე უკვე წარმატებული კონსორციუმის ნაწილიც გახდეთ, როგორც ინსტიტუციის წარმომადგენელი. ეს მინდოდა მხოლოდ. მადლობა. ნინო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მე ვხედავ რამ ხელა გამოცდილება დაგვიგროვდა და ნინოს ეს შენიშვნაც რეკომენდაციაც სწორედ ამ გამოცდილებას ეყრდნობა და ნამდვილად ვეთანხმები, ნამდვილად ასეა. გარდა ამისა, ჩვენ ამ კომუნიკაციის ფარგლებში მოაქვს ამას წარმატება თუ არ მოაქვს ამ ეტაპზე მაინც ძალიან დიდი დადებითი მხარეები აქვს ის, რომ ვერთვებით ვეცნობით ახალ კოლეგებს და სამომავლოდ ამას ისევ ახალი პროექტი შეიძლება მოყვეს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომმართოთ, მე გამოგიგზავნით ჩემს ასე ვთქვათ guidelines ჰოპონთან დაკავშირებით, რახან ამაზე მეტი აქცენტი მოვიდა და სხვა დროსაც ყველა შეკითხვით გელოდებით ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნულ ოფისში. მე ვხედავ, რომ შეკითხვები არ არის. დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო დღეს რომ შემოგვიერთდით. მადლობა რომ დაინტერესებული ხართ ვაიდენინგით და ამ ქოლებით. ჩვენ ერთობლივი მუშაობით მივაღწევთ წარმატებას, ამისი ძალიან ღრმად ჯერა. ეხლა კი დაგემშვიდობებით. ბედნიერი დღის ბოლო ნაწილს გისურვებთ დღეს. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. დიდი მადლობა ნახვამდის.